მოგესალმებით ჭადრაკის მოყვარულებო. დღევანდელი ეს ვიდეო მინდა მივუძღვნა ამერიკელი დიდოსტატის დენიელ ნაროდიცკის ხსოვნას. 19 ოქტომბერს ის გარდაიცვალა. 9 ნოემბერს ის გახდებოდა 30 წლის. სამწუხაროდ ვერ მიაღწია ამას აქამდე. რთული პერიოდი ჰქონდა ბოლო ეს 2025 წელი. მას დანაშაულებდნენ ჩიტერობაში, კერძოდ ვლადიმერ კრამნიკი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი. ჩემი აზრით ეს უსაფუძვლო ბრალდებები იყო. ეხლა მიზეზებზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ ასეთი სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთი პარტია მინდა შემოგთავაზოთ, თუ როგორი იყო შეტევაში დენიელ ნაროდიცკი. ვინც არ იცით, ნაროდიცკი იყო ამერიკელი დიდოსტატი, ტოპ 200 მოჭადრაკეში შედიოდა, განსაკუთრებით ძლიერი იყო ისეთ დისციპლინებში, როგორც არის მაგალითად სწრაფი ჭადრაკი და ბლიცი. ის საკმაოდ პოპულარული იყო chess.com-ის პლატფორმაზე, YouTube-ზე, Twitch-ზე. მას ჰქონდა უნიკალური ნიჭი, აეხსნა ჭადრაკის საიდუმლოებები მარტივი ენით, რაც ჩემი აზრით დიდ ნიჭზე მეტყველებს და ცოდნაზე. ზოგადად როცა ადამიანს შეუძლია მოზარდსაც კი აუხსნას მარტივად რთული რაღაცეები, ეს ადამიანის ღრმა ცოდნაზე მეტყველებს. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ 14 წლის ასაკში მან გამოსცა პოზიციურ თამაშზე ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო. აღარ შეგაყოვნებთ და მოდით ნახოთ პარტია, რომელიც გაიმართა 2020 წელს, ამერიკის ჩემპიონატი იყო. ეს კორონა ვირუსის დროა, როდესაც ონლაინ ტარდებოდა საჭადრაკო ტურნირები და მისი მოწინააღმდეგე იყო გარეევ ტიმური. ეს დიდოსტატიც ცნობილია ბრმა ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსებით. საკმაოდ საინტერესო პიროვნება. მაშასე, მოდით დავიწყოთ E4, E5, Q4. რა თქმა უნდა, ხედარი F3 უფრო ჩვეულებრივი და დამახასიათებელი სვლაა, როდესაც თეთრები E4-ით იწყებენ თამაშს. საერთოდ ჭადრაკი კონკრეტული თამაშია და რაღაც კონკრეტული ჩანაფიქრი იყო აქ. Q4, მხედარი F6. Q4 შემთხვევაში ვენური პარტიაც შეიძლება გამოვიდეს, ისევ მხედარი F3-ს დაუბრუნდეს თეთრები. ბევრი რამ შეიძლება, რაღაც ვარიანტები გამორიცხა, მოკლედ ამ სვლით თეთრებმა. D3. ეს ნიშნავს, რომ ნაროდიცკი ცდილობს თამაშის სიმძიმე გადაიტანოს მიტელშპილზე, ანუ სადებიუტო უპირატესობაზე უარს აცხადებს და შემდეგ უკვე მიტელშპილში რო გადაათამაშოს საკუთარი მოწინააღმდეგე. მხედარი C6, ჯერჯერობით ყველაფერი ლოგიკურია და მხედარი A5. მე ვთქვი, რომ ჭადრაკი არის კონკრეტული თამაში, ანუ კონკრეტულ სიტუაციას უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ პოზიციას საკუთარი ნიუანსები აქვს, რა თქმა უნდა, საერთო ცოდნა გვეხმარება რაღაცეების გარკვევაში, მაგრამ ზოგადად კონკრეტული თამაში. რა არის აქ? ყველა სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ ერთი და იგივე ფიგურით ორჯერ დებიუტში არ უნდა ვითამაშოთ. თუმცა აქ შავები მომავალში აპირებენ C6 D5-ის გატარებას, ხოლო ეს Q საკმაოდ ძლიერია აი ამ აორ ჟერვა ვერტიკალზე და D5 უჯრასაც აკონტროლებს. თან, როდესაც მხედარს ვცვლით Q-ში, ჩვენ გვაქვს მომავალში, თქვათ ღია პოზიციის შემთხვევაში 2 Q-ს უპირატესობა, მხედარი G2. ესე იგი, რა შეიძლება აქ ვთქვათ? თეთრები არ უშინდებიან პაიკების სტრუქტურის გაბრჯებას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისინი D5 უჯრას აკონტროლებენ და მათ აქვთ ნახევრად ღია D ვერტიკალი, რომელზეც განახორციელებენ შავების პოზიციაზე ზეწოლას. და ეს რა თქმა უნდა შავებს არ უნდათ. ამიტომ მხედარ G2-ზე C6, C6 ამზადებს D5-ს, ხო? ანუ სულ არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს შემდეგ სვლაზე, უბრალოდ ეს გენერალური გეგმა შავების. Q3, ანუ წინასწარ არიდებენ თეთრები თავს, აი D5-ის შემთხვევაში კუმხო უნდა გამოარკვიოს საკუთარი პოზიცია, ამიტომ წინასწარ B3-ზე ჩაყავთ. და თქვათ გაცვლის შემთხვევაში უკვე სტრუქტურას AB-ით მოკლავენ და ნახევრად ღია A ვერტიკალი რჩებათ, რომელზეც ასევე ზეწოლას განახორციელებენ. Q5, ანუ აქტიურ პოზიციაზე გამოიყვანა ფიგურები შავებმა. Ну, მაგალითად შესაძლებელი იყო Q5-ის ნაცვლად ეთამაშათ მხედარი B3, აქ უკვე შესაძლოა ასე გაგრძელებული იყო თამაში AB, D5 გაეტარებინათ გენერალური თავისი ხაზი შავებს. როქი თეთრებს აწყობთ, რომ შენარჩუნებული იყოს ცენტრში დაძაბულობა. აქ H3, Q4-ის წინააღმდეგ.
როქი და მხედარი G3. F5 უჯრისკენ მიისწრაფვის თეთრი მხედარი, Q6 ლაზერი F3, ლაზერი D7, ეტლი 1, ეტლი ამ შემთხვევაში უმიზნებს E5 პაიკს, ედეს მუქარას ქმნის და დაუცველია ის პაიკი, ამიტომ შავები თითქმის იძულებული არიან D4 ითამაშონ და მხედარი E2-ის შემთხვევაში აქ გენერალური ხაზი გამოიყურება. შავებისთვის ეს არის თამაში ლაზერის ფლანგზე, თეთრებისთვის მეფის ფლანგზე. პაიკების სტრუქტურა ვნახობს ამას. პოზიცია თანაბარია. Q5-ის შემთხვევაში, როგორც იყო პარტიაში, თეთრებმა ითამაშეს როქი, ანალოგიურად შავებისგან როქის შემდეგ Q5. საკმაოდ არასასიამოვნო დაბმა და ამიტომ შავები ერთხელ ეკითხებიან თეთრებს თუ საით წავა Q. რა თქმა უნდა, თეთრები ინარჩუნებენ ამ დაბმას და ეხლა უკვე გამოსარკვევია თუ რა უნდა ითამაშონ შავებმა. ან G5 ან Q ჩავიდნენ ისევ E7-ზე. პარტიაში იყო Q7, თუმცა G5-ს ადამიანები ალბათ არ ითამაშებენ. უფრო კომპიუტერული სვლა, ჩემი აზრით, ჯერთი პაიკები უკან არ დადიან და მეფის პოზიციის შესუსტებას გაავს ეს ყველაფერი. Q3 და თქვათ D6-ის შემთხვევაში შავები ცდილობენ ეს Q რაღაც ჩარჩოებში შეზღუდონ. ამ შემთხვევაში D4-ია ლოგიკური სვლა, რომელიც აძლევს Q-ს აი ამ დიაგონალზე აქტიური მოქმედების საშუალებას. მხედარი B3, AB, BD, მხედარი D4 და D5-ის შემთხვევაში ვიცით, რომ ორი Q-ს უპირატესობის დროს საჭიროა პოზიციის გახსნა. თეთრები ალბათ ითამაშებენ E5-ს, მხედარი E4, მხედარი A4, Q-ს პოზიციის გარკვევით Q7-ზე და აი რაღაც ესეთი პოზიცია შეიძლება ყოფილიყო პარტიაში. თუმცა შავებმა გადაწყვიტეს Q-ს ჩაყვანა E7-ზე. ხედავთ, ესე იგი, ორი სვლა ითამაშეს მხედრით, აი ამ მხედრით, ბერვადან C6-ზე ახობზე და Q5 და ისევ Q7. ანუ უპირატესობა ტემპების მხრივ თეთრების მხარეს არის. თუმცა რადგან ეს არის ნახევრად ჩაკეტილი პოზიცია, აქ ჯერჯერობით შეუძლებელია ამ უპირატესობის გამოყენება. ამიტომ თეთრები ხსნიან პოზიციას D4-ით, D6. რა თქმა უნდა, ED აძლევდა თეთრ მხედარს საშუალებას, რომ ცენტრში ყოფილიყო აქტიური მხედარი D4-ის შემდეგ. ამიტომ შავები თამაშობენ D6 და ლაზერი D3. B5. ლაზერის ფლანგზე ცდილობენ შეუქმნან პრობლემები თეთრებს და ეს ძლიერი სვლაა B5, განსაკუთრებით იმის გამო, რომ B4-ით ემუქრებიან C3 აი ამ მხედრის პოზიციის გარკვევით. F4, რა თქმა უნდა, A3-ით შეიძლებოდა აქ და დაახლოებით თანაბარი პოზიცია იქნებოდა. თეთრები ცდილობენ დაიწყონ მეფეზე შეტევა. აქ EF არ ვარგა, იმიტომ რომ ეტლს უხსნის გზას და რადგან თეთრები თვითონ ემუქრებიან F1, ამსვლით, ამიტომ შავებმა გადაწყვიტეს D4-ზე აყვანა პაიკის, მხედარი D4, მხედარი გააქტიურდა ცენტრში. B4 ძლიერი სვლა, აქ დილემა აქვს თეთრებს ან E2-ზე უნდა გაიყვანონ, მხედარი C2 ან მხედარი A4-ს. თეთრებმა არჩიეს მხედარი A4. ზუსტად ამ სვლის ბრალია ის, რასაც ჩვენ პარტიაში ვნახავთ მეტწილად. C5 ეს ძლიერი სვლა. ან შავებმა ინიციატივა ჩაიგდეს ხელში, ასე ვთქვათ, ინიციატივის საკუთარ ხელში აღება შეძლეს. მხედარი F3 ისევ დაბრუნდა მხედარი F3-ზე და აქ შესაძლებელი იყო სხვადასხვა სვლები, მაგრამ ერთ-ერთი საყურადღებო სვლა C4 ითამაშა შავებმა. ანუ ხელჩართული ბრძოლა წავა ახლა. აქ რა თქმა უნდა Q4 ერთადერთი სვლა, მხედარი C4, ლაზერი C4 და დააკვირდით ახლა. თეთრი მხედარი A4-ზე არის პრაქტიკულად მას სვლა არ აქვს, შეზღუდულია და მას რო დავემუქროთ, თქვათ და ასევე შევქმნათ მუქარა A6 F1 ვერტიკალზე, ლაზერი A5-ით, მაგალითად, შავები ემუქრებიან A4-ზე მხედარს და თან ემუქრებიან A6-ზე, ტემპით აკეთებენ ამ სვლას, ასე ვთქვათ. რადგან ახლა ერთდროულად არ არის დაცვა, ამ ყველაფრისგან, იმიტომ ლაზერი B3-ზე უკვე Q7-ია და მხედარი იკარგება, თამაშობენ E5-ს და E5 შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო თქვათ ლაზერი A4 EF, Q6, Q6 GF, ეტლი 1. ეტლი 1, იმიტომ რომ Q6-ია ყოფილიყო. ეს პოზიცია რა თქმა უნდა, თეთრებს აწყობთ, იმიტომ რომ ჯერთი შავების მეფე სუსტია, მისი პოზიცია დასუსტებულია, შავებს აქვთ 1, 2, 3, 4 კუნძული პაიკების და თეთრებს 2.
ანუ სტატიკურად პოზიცია შავებს უარესი აქვთ. და ოდნავ, ასე ვთქვათ, დინამიური თანაფარდობა უბრალოდ თეთრებს აქვთ შანსები განავითარონ ინიციატივა. მე თეთრებით ვითამაშებდი ამ პოზიციას მაგალითად. E5-ზე შესაძლებელი იყო D, თქვათ გამარტივება და Q6-ის შემდეგ ტემპით ემუქრებიან ლაზიერს, ლაზიერი E2 და მხედარი D5. ამ შემთხვევაში Q7, მხედარი E7 და ესეც, პოზიცია სტაბილიზირდება. მაგრამ ორივე დიდოსტატი განწყობილი იყო, რომ ეთამაშათ აქტიურად და გაიმართა ხელჩართული ბრძოლა Q6-ის შემდეგ. აქ უყურეთ, ესე იგი, ლაზიერი უნდა გავიდეს და გადის კიდეც B3-ზე, იცავს A4 მხედარს, შავი თამაშობენ Q1-ს, თეთრებს ერთადერთი სვლა აქვს, რომ შეინარჩუნონ, დარჩნენ თამაში F-ით, Q-B5 და ეს არის მუქარა A4 მხედარზე. F-ია და აქ, რა თქმა უნდა, ეტლმა უნდა ითამაშოს, ერვაზე ცუდია, ამიტომ თამაშობს C8-ზე, მხედარს უკეტავს გზას და თან C2-ზეც მომავალში ემუქრება. და თეთრები აქ თამაშობენ ძლიერ სვლას ლაზიერი D5. ეს არის დაბმა, კუთი, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მოეკლათ მხედარი შავებს, მაგრამ ამის საშუალება ახლა არ აქვთ, ლაზიერს დაკარგავენ. ამიტომ ლაზიერი A4 და მატერიალური უპირატესობა აღდგა. შავებს აქვთ ეტლი, მხედარში და პაიკში. თუმცა აქ უნდა გავჩერდეთ ცოტა ხანი და დავაკვირდეთ პოზიციას. დაფაზე არის სხვადასხვა უჯროვანი კუთა პოზიცია. თეთრებს ყავთ შავუჯროვანი კუ, შავებს თეთრუჯროვანი. ასეთ პოზიციებში შემტევი მხარეს არის პრაქტიკულად ზედმეტი ფიგურა და როგორც წესი, ის მხარე, რომელიც უტევს, საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს. დაიმახსოვრეთ, როდესაც არის დაფაზე სხვადასხვა უჯროვანი კუ, ორივე მხარეს სხვადასხვა უჯროვანი კუ ყავს, თქვენ უნდა ცადოთ, რომ იმ უჯრებზე, რა უჯრისაც გაქვთ კუ, ამ შემთხვევაში თეთრებს აქვთ შავუჯროვანი კუ, შავუჯრებზე მიიტანოთ იერიში. და მართლაც შავების პოზიციაში შავი უჯრები სუსტია, ერთადერთი დამცველები პაიკებია მეფის პოზიციის. ხოლო თეთრები, აი ლაზიერი უკვე მზად არის, შეტევაშია, პაიკიც ემუქრება F8 უჯრას აკონტროლებს, თან რაღაც ვარიანტებში E8-ზეც ახლოს არის გაცოცხლების უჯრასთან, მხედარი მარტივად ერთვება შეტევაში, ეტლიც შეუძლიათ გადაიღოს, რომ მაგალითად ესეთი 1 S3 G3 მარშრუტით, შავებს როგორც ხედავთ, ყველა ფიგურა ყავთ ლაზიერის ფლანგზე. ლაზიერი A4-ის შემდეგ მხედარი D4, ეს არის ძლიერი სვლა. რა თქმა უნდა, D6 პაიკი აქ არაფერს არ ნიშნავდა, ამიტომ შეცდომა იქნებოდა მისი აყვანა. მხედარი D4 ტემპით ერთვება მხედარი შეტევაში. პარტიაში, ესე იგი, იყო Q8, თუმცა საინტერესო იყო, მაგალითად, Q6 რო ეთამაშათ. გაცვლა, რა თქმა უნდა, თეთრებს არ აწყობთ. აქ უკვე იძულებული არიან D6-ზე იყვანონ და შემდეგ უკვე Q8. აქ F5-ის შემთხვევაში ლაზიერი D7, ესე შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები. ლაზიერი D7, Q7, F6, G-F ცუდია Q-F6-ის გამო, ეტლი C5-ია ერთადერთი ნორმალური სვლა, იმიტომ რომ თეთრებმა რო ითამაშონ თქვა ეტლი D1, ეტლი D5-ით ისინი იცავენ D7-ზე, Q-ს და თან მეორე ეტლიც რო ჩაერთვება თამაში, მაგალითად F-ს შემთხვევაში ეტლი C8, ეტლი C8 იმიტომ რომ მაგალითად თქვათ მეფით რომ მოეკლათ, აქ მხედარი F5-ია ძლიერი სვლა, კუთი არ შეიძლება აყვანა, იმიტომ რომ ეტლს კარგავენ და ამიტომ აქ უნდა ითამაშონ ეტლი F5, ეტლი D7, თეთრებს უპირატესობა აქვთ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მატერიალურად ისინი უკან არიან, მაგრამ აი E7 პაიკის ხარჯზე ისინი იგებენ სწორი თამაშის შემთხვევაში. ამიტომ F-ს შემდეგ ეტლი C8, სწორი სვლა, ეტლი D3, G3-ისკენ მიდის ეტლი და ეტლი C2-ით შეუძლიათ შავებს გამოიყენონ ეს დაბმის მოტივი, თქვათ მხედარი C2-ის შემთხვევაში ეტლი D3 და აქ უკვე ცუდია, ამიტომ მხედარი C2 ცუდი სვლა, უნდა ითამაშონ Q-F6, მხედარი დაცულია, ეტლი C4 უკვე მუქარა აღარ არის. თქვათ ეტლი C8, მეფე F2, ეტლი C2 ქიში, მხედარი C2, ეტლი D3, მხედარი E3, მხედარი მისწრაფვის G4-ისკენ და ესეც მოხდა პარტიაში თან დაცულია. მოდით მწვანე ფერით გავაკეთოთ. თან დაცულია F6 Q
არ შეიძლება მისი აყვანა, მხედარი F6 ქიშით არის და შემდეგ D7-ზე კარგავენ კულს და გადის პაიკი. კუთი არ შეიძლება აყვანა, იმიტომ რომ R8-ზე იცავს კუ, R8 უჯრას აკონტროლებს, აყვანა არ შეუძლია, სუსტია ის R8 უჯრა გაცოცხლების, თქვათ მეფე A7. თან A7-ზეც ქიშით ემუქრებოდა და შემდგომი ჟერვა გაცოცხლებით. მეფე A7 ერთადერთი სვლა A7-ზე იცავს, თუმცა მეფე G3-ის შემდეგ A5 და მხედარი A6-ია ესეთი ძლიერი სვლა და ლაზიერი გადის. ძალიან საინტერესოა. არ შეიძლებოდა მანამდე მხედარი A6-ის თამაში, იმიტომ რომ ქიშით კლავდა. აი მაგალითად ეხლა რო ეთამაშოთ, ესეთი ქიშია. ამიტომაც მეფე G3 იყო აი ამ პოზიციაში. აქ უკვე მხედარი A6 მუქარაა და თქვათ აი A5 მხედარი A6. ძალიან ლამაზი პოზიცია. დავბრუნდეთ უკან. ეს ყველაფერი არ მოხდა, რა თქმა უნდა, ყველა პირდაპირ ჩავიდა შავები. ეტლი E1 ცდილობენ G7-ზე დააწვენ შავებს. აქ ეტლი AB8, იმიტომ რომ პირდაპირ ეტლი C5 არ ქონდათ შავებს, R8-ზე ეკიდა ეს ეტლი, ამიტომ გაიყვანეს. ეხლა უკვე ეტლი C5-ს ითამაშებენ შემდეგ სვლაზე. ეტლი E3, უკეთესი იყო ალბათ F5, თუმცა პარტიაში ითამაშა ეტლი E3 და როდიც კი ეტლი C5 უპასუხა გარეევმა. აქ იძულებულია D6-ზე იყვანოს, თან B8-ზე ემუქრება ეტლი B8 და ეტლი G3. აქ იქნება მუქარა ლაზიერი A6-ის, ამიტომ მეფე A7. თუმცა ეტლი C2-იც მეფე A7-ის მაგივრად, ეტლი C2-იც ალბათ დინამიურ თანაფარდობას ინარჩუნებდა შავებისთვის. უბრალოდ შავებს ამ პოზიციის მოგება უნდათ. და ამიტომ მეფე A7-ით იცავენ A7 უჯრას. ცოტა ხანი გავჩერდეთ ამ პოზიციაში, ვნახოთ რამდენი ფიგურაა თეთრების შეტევაში. ესე იგი, ლაზიერი, მხედარი, ეტლი და კუ და პლუს პაიკი. ესე იგი, 4 ფიგურა, 1 პაიკი. დაცვად შეგვიძლია ჩავთვალოთ, აქ R8 კუ თეთრ უჯრებს იცავს, ამიტომ რადგან ჩვენ შავ უჯრებს ვუტევთ, მის ყოფნა არ ყოფნას დიდი აზრი არ აქვს დაცვაში. ხოლოდ ეს 2 პაიკი, რომლებიც არის სუსტი პრინციპში და ეტლი. და დგება მომენტი ჭადრაკის პარტიაში, როდესაც იმისათვის რომ მოიპოვო გადამწყვეტი უპირატესობა და დააშამათო მეფე, რაღაც უნდა შეწირო. 4 ფიგურა ყავს შეტევაში, ამიტომ შეგვიძლია ერთი შევძიროთ. ეტლი G7 ქიში. ეს არის ლოგიკური სვლა, რომელიც ანადგურებს G7 და პრაქტიკულად მეფე დარჩა დაუცველი. მეფე G7 ერთადერთი სვლა, ლაზიერი F6 ქიში, რა უნდა ითამაშო. მეფე G8, მხედარი E6 კიდევ ერთი ძლიერი სვლა, მხედარი ემუქრება G7 უჯრას აკონტროლებს და ლაზიერი G7 ემუქრება შამათით. ამიტომ შავები იძულებული არიან F1 გაანადგურონ, ეს მხედარი ლაზიერი F8 ქიში, ერთადერთი სვლა მეფე A7 და კუ F6. ემუქრება ლაზიერი G7 შამათი. თქვათ რომ გაიხანგრძლივონ ერთი სვლით შავებმა თამაში, თამაშობენ ეტლი G5-ს, იცავენ G7 უჯრას, თუმცა პაიკით შეგვიძლია ავიყვანოთ და მეფე G6 ბოლო გაფართხალება გაქცევა უნდა მეფეს ან F5-ზე, ან H5-ზე. და G4-ით და როდესაც კი ჩაუკეტა ეს გზაც, შეიძლება რა თქმა უნდა დანებებულიყო, მაგრამ იმისათვის რომ ეს ლამაზი შეტევა დასრულებულიყო, გარეევმა რაღაც სვლა გააკეთა B3, რომ ნაროდიცკის ლაზიერი G7-ით ჩაესვა ასეთი ლამაზი შამათი და დაეგვირგვინებინა ეს ლამაზი შეტევა. აი ამ სილამაზით, გემშვიდობებით და იმედია გავაგრძელებთ ჩვენს ვიდეო გაკვეთილებსაც. წარმატებები და დროებით. Do I think an afterlife exists? I think if I initiate this particular branch of the conversation, I might find out whether an afterlife exists by the end of it. Tomorrow, 11 a.m. Eastern, and Matthias Bluebaum, my opponent, 4-game mini match. We got this. All for one and one for all. All right,
guys, thank you for watching. I will definitely do a debrief stream, win or lose. Trying to be a little bit more professional, and definitely more YouTube content coming up soon. Thanks, everybody. Thanks for all the support through thick and thin. I will play a few more games, try to get that rating back up, and we'll take it from there. All right. Thanks, everybody. Be well, be healthy, be safe, and I'll see you guys, win or lose, after the match. Bye.